მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო მონადირეებო, მეთევზეებო, მოლაშქრეებო. საკმაოდ კარგი რაცია ჩამოვიდა, რაციების მოდელი, ახალი მოდელი არის. ჩემ ხელში მართლა ბევრ რაციას გაუვლია და რაც კი შემხვედრია, ეს აღმოჩნდა ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი რაცია. ახალი მოდელი არის, Baofeng 32, UI 32 არის და მოკლედ განახებთ ძირითად ფუნქციებს, რაც აქვს და რითი განსხვავდება სხვა რაციებისგან. ეს მოდელი არის Baofeng UI 32. ნახოთ, აქეთ აწყობილი მაქვს. უბრალოდ განახებთ კომპლექტში როგორ არის. რა თქმა უნდა. აი ეს კარგად რო დავინახოთ. მოყვება თავის პასპორტი, რაცია, საკმაოდ ძლიერი ელემენტი, ესეთი ძლიერი ელემენტი ჯერ რაციაზე არ მინახია. ეს დასაკიდი, დამტენი თავისი, პლუს ჩანთა, კამარზე დასამაგრებელი და კიდე ცალკე არის, შეგიძლიათ Type-C-თაც დატემოთ. როგორც სტაციონალური დამტენით, ისევე შესაერთებელია აი აქ აწყობილზე. განახებთ, აი აქედან უკრიდან იტენება. ელემენტი 2200. საკმაოდ ძლიერი ელემენტი, ძალიან დიდი ხანი ძლებს. აი ეს მოდელი არის, აქვს მეტრული, დეციმეტრული არხები. ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. ფერადი ეკრანი აქვს. გადართვა არხების დაყენება შეგიძლიათ სხვადასხვა ზონების მიხედვით, თუ კარგად ჩანს ახლა ვიდეოში გამოჩნდება. ასევე შეგიძლიათ სახელები დაარქვათ, შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის ასურული არხები, პლუს დამატებით შეუძლია იმუშაოს მაგალითად როგორც დეციმეტრულ არხებზე, პარალელურად შეუძლია მეტრულ არხებზეც იმუშაოს. სიხშირის დიაპაზონი აქვს 136-დან 175 MHz-მდე, 200-დან 260-მდე, 400-დან 520-მდე. პლუს აქვს მაგალითად კიდე GPS ნავიგაცია. შეგიძლიათ ხა გარეთ რო ვარ დაიჭერს რა, ხა სახში ვარ, შეიძლება ცოტა უჭერს. განახებთ მერე, შეგიძლიათ თქვენი GPS კოორდინატების გამოტანა, ასევე თქვენი GPS კოორდინატების გადაცემაც შესაბამის რაციაზე. აქ რა გვაქვს? აქ ჩამხშობი არის, დიდი ხნის დაიჭერის შემთხვევაში. აქ შეგვიძლია სკანერი აქვს. შეგვიძლია დავუშვათ თუ სხვები საუბრობენ და ჩართული აქვთ რაცია, იმათი სიხშირე დაიჭიროს და სკანეროს. რადიო აქვს. რადიო აქვს, პლუს დიდი ხანი დაიჭერის შემთხვევაში საგანგაშო სიგნალი ირთვება და გადაეცემა თქვენ მეგობრებს რაციაზე. ეხლა გავსინჯოთ რეალურად ამ ხელა სიმძლავრეზე მუშაობს. ტესტერი დავამაგროთ. ჩავრთოთ, გადართვა არხების მაგალითად ეხა ეს არხები მაქვს დამახსოვრებული. ეხა არის დეციმეტრულზე ჩართული, დეციმეტრულ დიაპაზონზეა ჩართული. შეგიძლიათ მე მეტრულ დიაპაზონზე ჩართოთ, მე პლუს დაბლოკოთ, რომ შემთხვევით არ აგერიოთ არხები. ეხა ნახოთ დეციმეტრულზე. რა თქმა უნდა დატესტვის დროს ჯობია რომ გარე სივრცეში დაიტესტოს, იმიტომ რომ შენობაში ხელი ეშლება, ასე ვთქვათ, სიხშირეების, სიმძლავრეების გადაცემას და ტესტერზეც აღიქმება. აი ჩავრთოთ ახლა და გეტყვით. ჩანს მე მგონი, ხო? კი.
აი ნახეთ. ეს არის ეს ნიშნავს ძაბვას, ანუ ესე რომ თქვა თუ მარტივად, რომელიც არის აპარატიდან, რომელიც გადაცემა აპარატიდან ანტენას და მე გარესივცეში. ეს კოეფიციენტი 3-მდე თუ არის, კარგია, ნორმალურია რა. ნუ 1 და 1.5 იდეალურია, 2 საკმაოდ კარგია, 3-ზე ზემოთ არ უნდა იყოს. აი ნახეთ, 1.29 არის. რაც შეეხება ვატობას, 9 ვატს იძლევა ну დახურულ სივრცეში ვზივარ ეხა მე თან დეციმეტრულ დიაპაზონზე. ეხა გადავრთოთ მეტრულზე. აი 15 ვატამდე ავიდა რა. ზოგი ავტომობილის რაცია მუშაობს 15 ვატზე მეგობრებო. ესეც საკმაოდ კარგი კოეფიციენტია ანტენის ძაბვა, ასე რომ ვთქვათ, მარტივად ანტენის ძაბვას ვეძახი მე. ну 3-ზე მეტი არ არის რა, არ უნდა იყოს 3-ზე მეტი. აი ეხა ისევ დეციმეტრულზე მაქვს. აი ოთახში რო ვარ უჭირს ესე რომ ვთქვათ რა. თითქმის რეალურად შეგვიძლია თქვათ, რომ დეციმეტრულ დიაპაზონებზე 10 ვატზე მუშაობს. მეტრულზე 15 და ზემოთ. საკმაოდ ძლიერი რაცია მეგობრებო რა. ну ალბათ ეს გაშლილ ტერიტორიაზე არ დამიტესტია, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება 1-20 კილომეტრის დაფაროს გაშლილ ტერიტორიაზე. ქალაქში მაგალითად ხო? აი ქალაქში ავიც მე რაცი არ შემხვედრია, რომ რომელიმე მუშაობდეს 5 და 10 კილომეტრზე რა. ქალაქში უჭირს ყველა რაციას გარკვეული მიზეზების და გამო, ну დამაბრკოლებელი გარემოებები ქალაქში ძალიან ბევრია, ელექტროგადამცემი ხაზები, ფიჭური კავშირგაბმულობის ანტენები და ასე შემდეგ. გაშლილ ტერიტორიაზე საკმაოდ დიდ დაფარავს. ну ალბათ სავარაუდოდ 15 კილომეტრს მაინც 15-20 კილომეტრი. რომ ამ ხელა ამ სიძლიერის ვატობის ანტენები და საკმაოდ ხარისხენი ანტენა აქვს, ესეც საკმაოდ მაგრად იმუშავებს. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაცია არის, რაც კი მე შემხედრია და ხელში ჩამოვარდნია და დამიტესტია რა. ძალიან მაგარი არის. ну რა თქმა უნდა, ელემენტი დიდი აქვს, მოცულობითაც დიდი არის. ну ის დავიწყოთ მეგობრებო, რომ რაღაც ამ ხელა პატარა რაციებს უწერენ 2000 და 3000 ამპერს ელემენტს, ანუ ეს ზღაპარია. ამ ხელა რო იყოს რეალურად აი ამ ხელა ანტენა, ამ ხელა ეს უყენია ელემენტი. საკმაოდ კარგია.